მოგესალმებით. დღეს მოგიყვებით პაციენტების იმედზე და თავშესაფარზე, რომელსაც ისინი ერთ-ერთი პირველი მიმართავენ კიბოს დიაგნოზის დასმის შემდგომ. დიაგნოსტირების შემდგომ პაციენტები ებრძვიან არა მხოლოდ დაავადებას, არამედ შიშს, გაუგებრობას, ინფორმაციის ნაკლებობას და ხშირ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემებსაც კი. პაციენტები გავლენას ახდენენ ჯანდაცვის პოლიტიკაზე, დიაგნოსტიკაზე, მკურნალობაზე და ისინი სასიკეთოდ ცვლიან ერთმანეთის ყოველდღიურ ცხოვრებას. აქ ამ სივრცეში პაციენტები ერთმანეთს ამხნევებენ, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და ერთად იბრძვიან უკეთესი მკურნალობისა და საკუთარი უფლებების დაცვისთვის. პაციენტები იწვევენ ცვლილებებს საკანონმდებლო დონეზე, ამცირებენ ბარიერებს და ერთმანეთს აძლევენ ძალას, რათა გახდნენ საკუთარი მკურნალობის დაგეგმვის აქტიური მონაწილეები. დღეს ვისაუბრებთ ევროპადონა ჯორჯიაზე და ასევე ჰოუპზე. ევროპადონა ჯორჯიას თავისი არსებობის 20 წელი შეუსრულდა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ევროპადონა ჯორჯია და მათი პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი. ანა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წარვადგინო ის უნიკალური მიღწევები, რაც ამ გოგონებთან ერთად გაქვს გაკეთებული მთელი ამდენი წლის განმავლობაში. მე მინდა პირველი კითხვა ესეთი მკითხოთ, რომ ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი დაარსების მიზანი. რა არის ევროპადონას ის მთავარი მიზანი, რომელიც პირველი დღიდან გაქვთ და აგრძელებთ დღემდე? ძალიან ამაყივა რომ წარმოვადგენ ევროპადონა ჯორჯიას და უბრალოდ სათავეში რაც იყო, იმაზე და მინდა რომ თქვა ორი სიტყვით. 1994 წელს იტალიაში შეიქმნა ესეთი ორგანიზაცია, პაციენტთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ევროპადონა, რაც ნიშნავს ევროპელ ქალბატონს. და ესეთი უნიკალური კონცეფცია ჰქონდა, რომ პაციენტთა უფლებებისთვის და მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის იბრძოდნენ. ფაქტობრივად იმ დროს ეს აქტუალური საკითხები იყო. კონცეფცია იმდენად მოეწონა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ ევროპადონა მალე გაჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში. და დღეს უკვე 47 ქვეყანაში ყავს წარმომადგენლობა და სიამაყით ვიტყვი, რომ საქართველო 2006 წელს შეუერთდა ამ დიდ ოჯახს და 2006 წლიდან ვიბრძვით, რომ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ ქართულ ონკოლოგიაში და ქართველი ონკოპაციენტებისთვის. ანა, ჩვენ ვიცით, რომ აი ამ ორგანიზაციებს და კონკრეტულად პაციენტთა ორგანიზაციებს აქვს რამდენიმე ფრთა და რამდენიმე მიმართულება. ერთ-ერთი არის ადვოკატირება, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება და ასე შემდეგ. აი ადვოკატირების კუთხი ძალიან ბევრი გაკეთებულა საქართველოში 2006 წლიდან დღემდე და დღესაც ძალიან ბევრი მიზნისკენ მიდიხართ და იბრძვით. აი ყველაზე მთავარი მიღწევები რა არის თქვენი ორგანიზაციის, რაც დღეს ონკოლოგიაში ჩვენთვის როგორც ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაგეკეთებინათ. ჩვენი ორგანიზაციის მიზნები ადვოკატირებასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის პაციენტთა უფლებების დაცვა, არის მკურნალობის ხელმისაწვდომობა. პრინციპში ადვოკატირების ნიშაშია ეს ყველაფერი მოქცეული, ცნობიერების ამაღლება, თუნდაც მკურნალობის, თუნდაც ასე ვთქვათ, ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ. ამ ყველაფერს ერთად ვითავსებთ და რა თქმა უნდა, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა პაციენტებისთვის და პაციენტთა ოჯახის წევრებისთვის. 2006 წელს თქვენ დაიწყეთ და იყო პრობლემები ხელმისაწვდომობაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე, ასევე ფინანსური პრობლემები იყო. ვიცი, რომ სრული დაფინანსება სულ რამდენიმე წელია, რაც მოიპოვეთ ეს. კი, დაფინანსებები არ ყვა. ხო, რა თქმა უნდა, აი ყველაზე მთავარი, უნდა ვთქვათ, პროექტები, რაც თქვენ გაგიკეთებიათ. ჩემი დიაგნოზიდან 3 თვეში გავიცანი საოცარი გოგო ნინი ვარდიაშვილი, 4 შვილის დედა, რომელსაც სჭირდებოდა ჰერცეპტინი და იმ პერიოდში ძალიან ძვირი ღირდა ჰერცეპტინი და 18 გადასხმა იყო საჭირო და ძალიან მწვალობდით. და ის სწორედ ნინი გახდა ჩემთვის მოტივატორი. მაშინ მით უმეტეს გამოცდილებაც არ მქონდა, როგორ რა უნდა გამიკეთებინა. მოტივატორი გახდა ნინი, რომ ჰერცეპტინის დაფინანსებისთვის გვებრძოლა. დავიწყეთ კამპანია სამიზნე სიცოცხლისთვის, იმიტომ რომ თარგეთულ მედიკამენტს ეხებოდა და ზუსტად ერთ კამპანიის დაწყებიდან ერთ წელიწადში ფაქტობრივად ბევრი სკეპტიკოსი ყავდა იმ ეტაპზე, ცნობილი ექიმებიც კი ამბობდნენ, რომ ნუ რატომ თვლი, რომ რაღაცა პაციენტებს შეგიძლიათ, რომ სახელმწიფო სამხელო დაფინანსება გამოაყოფინოთ და რეალურად მივიღეთ ჰერცეპტინის დაფინანსება, რითიც უამრავი ქალბატონი გადარჩა და ძალიან ბედნიერია ის ქალბატონის და მისი გარემოცვაც.
მე იყო რეგიონებში ან თბილისის პროგრამა სრულყოფილად ფარავდა მას პაციენტების საჭიროებას და რეალურად რეგიონებში მაცხოვრებელი თუ თბილისში არ იყო ჩაწერილი ან აჭარაში ძალიან უჭირდათ პაციენტებს. იყო მე ეს ზუსტად განმასხვავებ კამპანია და რეალურად მივახციეთ იმას, რომ ჯანდაცვის პროგრამაც მიესადაგებოდა უკვე თბილისის მერიის პროგრამას და შემდეგ გაჩნდა საჭიროება, რომ სხვა პაციენტებმა რა დააშავეს, ან მხოლოდ ჰერდადებითი ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის რატომ უნდა ყოფილიყო მკურნალობა ხელმისაწვდომი და სხვებმა რა დაგვიშავეს, ხო? და უკვე როდესაც ეს მოთხოვნა გაგვიჩნდა, რომ ყველასთვის ყოფილიყო თანაბარი ხელმისაწვდომობა და უწყვეტი ზრუნვა, იმიტომ რომ აი სწორედ უწყვეტ ზრუნვაზე არის დამოკიდებული პაციენტის გამაჯამრთელება, აი აქ ისევ გითხრეს, რომ თქვენ ხართ მხოლოდ ძუძუს კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია და არანაირი უფლება არ გაქვთ, გადაიჭრებით სხვა თემებშიც. ანუ სხვა დიაგნოზების სხვა მიმართულებითაც კი და მაშინ გაჩნდა კავკასიის ონკოსაზოგადოება HOPE, რომელიც სწორედ თავის ფრთის ქვეშ აერთიანებს ყველა პაციენტს, ყველა ონკოპაციენტს და ყველა მიმართულებას და თანაც კიდევ რატომ კავკასიის, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ძალიან ისეთი მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს აზერბაიჯანთანაც და გვყავს პაციენტთა ორგანიზაციები იქაც და რა თქმა უნდა სომხეთთანაც. რა კუთხით ეხმარებით აქ მოსულ დიაგნოსტირებულ პაციენტებს? აქ ანუ ვარდისფერ სივრცეში ვარდისფერი სივრცე, ანუ მთელი 6 წლის განმავლობაში, სანამ ვარდისფერი სივრცე გაჩნდებოდა, პაციენტებს ხვდებოდი ქიმიოთერაპიის კაბინეტში, პალატაში, ქუჩაში, კაფეში და აი ამ სივრცის საჭიროება დადგა სწორედ მაშინ და რეალურად ესეც საამაყოა, რომ ასეთ რაღაც მიღწევა გვაქვს, იმიტომ რომ უნიკალური და ერთადერთი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სივრცე არის ზრდასრული ონკოპაციენტებისთვის. არა მხოლოდ საქართველოში ეს არის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც და ევროპადონას ქვეყნებშიც კი ნელ-ნელა დაიწყო ევროპადონას სახლების გახსნა სხვადასხვა ქვეყანამდე. ეს იმდენად საამაყო და იმდენად, რა ვიცი, ასე სასიხარულო ამბავია, რომ რაღაცნაირად ესეთი მოდელი ვართ, როგორ სწორად და კარგად წარმართოთ პაციენტებთან მუშაობა და რაც შეეხება იმ ფსიქოსოციალურ ასპექტებს და ზოგადად რა ჯადოქრობა ტრიალებს ვარდისფერ სივრცეში, აუცილებლად მინდა რომ ხათუნა HOPE-ის პრეზიდენტმა ხათუნა ჭინჭარაშვილმა ისაუბროს ამ ყველაფერზე. ხათუნა, თქვენ ბრძანდებით ონკოსაზოგადოება HOPE-ის პრეზიდენტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ძუძუს კიბოს პაციენტებს, არამედ ყველა სხვა დიაგნოზით პაციენტებს. მე მინდა გავიხსენოთ ის, რომ აი როგორ მოხვედი აქამდე. მე ვიცი, რომ თქვენი ცოდნა ძალიან მინიმალური იყო ონკოლოგიაში და დღეს უკვე იმდენად ღრმად ხართ, ესე ვთქვათ, გათვითცნობიერებული და პროფესიონალი ხართ, რომ ევროპული სერტიფიკატიც კი გაქვთ. მარიამ, ამ გზის გახსენება მე მართლა ძალიან მიყვარს ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ისეთი გზა არის, რომელსაც ცოტათი სიამაყეც მოაქვს იმ განსაკუთრებულ, რა თქმა უნდა, სიძნელებთან ერთად, რაც ამ გზაზე იყო. და კი, ნამდვილად ასე ჩემი ისტორია ალბათ იწყება იმით, რომ საერთოდ ჩემი დიაგნოზი კარცინომა დავგუგლე, იმდენად წარმოდგენილი რაც კი არ მქონდა, რას ნიშნავდა. მეილზე მიღებული დიაგნოზი იყო და 2 წამში გავიგე ყველაფერი, როგორც Google-ს ჩვევია, თავის შლეიფით მოაყოლა ყველაფერი, თავის პროგნოზებიანად და ყველაფრიანად და ეს იყო მართლა პირველი ალბათ შემხებლობა კიბოს დიაგნოზთან და აქედან დაიწყო არა მარტო ის, რომ ეს იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. დაიწყო ის, რომ ეს ეხებოდა აბსოლუტურად ყველაფერს, აბსოლუტურად ყველა იმ სოციალურ როლს, რომელშიც მე ვიყავი, ხო? ეს შეეხობს ჩემს დედობას, შვილობას, პროფესიას, როგორც მეგობარს და ყველაფერს აბსოლუტურად. ამიტომაც არის, რომ იმასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დიაგნოზის დროს და ამაზე არავინ არ ვდავობთ, ეს არის სამედიცინო ჩარევები და მკურნალობა მაღალი ხარისხის, ხო? აქვე აუცილებლად მნიშვნელოვანია იმ მედეგობის გაზრდა, რაც დამეხმარება, რომ რაღაცნაირად ვიყო, აი უბრალოდ ვიცხოვრო დიაგნოზთან ერთად. და ეს არ იყოს როგორც წესი
ხდება ხოლმე რომ ჩვენ გადავდებთ რაღაცას ჩვენ ცხოვრებას და ველოდებით რომ ის რაღაცნაირად გავიკურნო ამ დიაგნოზიდან და მერე ვიცხოვრო. მნიშვნელოვანი რაც არის ალბათ და რაც შეიძლება ითქვას რომ უნივერსალურია, ის არის რომ არ გადავდოთ ჩვენი ცხოვრება და დავაპაუზოთ და არ ვთქვათ რომ აი განვიკურნები და მერე ვიცხოვრებ. და პირდაპირ პარალელებს გავაკეთებ ამ სივრცესთან მიმართებაში. ონკოდიაგნოზი გულისხმობს ძალიან ბევრ გამოსავლებს, ხო შეიძლება იყოს, მაგალითად გავიმარჯვე ონკოლოგიაზე, ხო, ეს გვიხარია, რაღაცა გართულდა, ეს რაღაცა საწყენია. ანუ თავად ონკოლოგია მოიცავს ძალიან ბევრ გამოვლინებებს. ეს სივრცე იტევს ყველაფერს. ეს სივრცე იტევს გამარჯვების სიხარულსაც, მაგალითად მკურნალობის დროს გამოწვეული რაღაცა ტკივილების დატევასაც და რეციდივებსაც და იმ გამოსავლებსაც, რომელიც მძიმეა. ამიტომ ამ სივრცის ფუნქცია ძალიან მრავალმნიშვნელოვანია, ხო? მან უნდა შეძლოს და ყველა ეს მომენტი, რაც ონკოლოგიური დიაგნოზს ახლავს, დაიტიოს. გარკვეულწილად არ არსებობს ონკოპაციენტი, მე არ შემოხვედრებს, სადაც მარტოობის განცდა არ აქვს, იმიტომ რომ რეალურად დგება იმ მოცემულობის წინაშე, რომ მისი ხედვა სამყაროსი რაღაცნაირად შეიცვალა. ანუ ონკოდიაგნოზი არ არის მარტო ინფორმაცია, ხო? ექიმი რო გეტყვის, რომ კიბო გაქვს, ეს არ არის მხოლოდ ინფორმაცია. ეს აბსოლუტურად ცვლის შენს ვთქვათ მომავალ გეგმებს, ეხება ყველა შენ სოციალურ როლს. შენ აღარ იცი, ვთქვათ, როგორი პროფესიონალი იქნები, როგორი დედა იქნები, ყველაფერი იმსხვრევა, ინგრევა, ტრიალდება სამყარო და რეალურად შენ აი ამ დროს ბუნებრივია მთელი არმიაც რო ყავდეს გვერდით, ეს მარტოობის განცდა გაქვს. და ყველაზე მთავარი რა არის, როცა ხშირად ამბობენ ამ სივრცეში გოგოები, როდესაც მე მეუბნებიან, რომ მე მესმის შენ იმ აბრაზებს, იმიტომ რომ ვისაც ეს გამოცდილი არ აქვს, ნდობა არ გაქვს, რომ ადამიანს რომელსაც ეს გამოცდილება არ აქვს, ეს მოდეს შენი და მართლაც პირველ რიგში ვამბობ, რომ ამ სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ ადამიანი როცა გეუბნება, რომ მე მესმის შენი, მას აქვს უფლება, რომ ეს გითხრას, იმიტომ რომ მას ეს საკუთარ კანზე აქვს გადატანილი და ასევე გამოცდილება დაგროვდა უკვე ძალიან დიდი გამოცდილება, აი ეს კედლები ისმენს ძალიან ბევრ ისტორიებს, ცოცხალ ისტორიებს ადამიანების, იმ ტკივილებს ისმენს, რომელიც შეიძლება ვერ გააზიარო, ვერ თქვა ვერც დედასთან, ვერც მეუღლესთან, ვერც შვილთან, იმიტომ რომ იქ მნიშვნელოვანი რაღაცები, რომ ერთის მხრივ სიმძიმეა, მეორეს მხრივ არ გინდა რომ შენ ძვირფას ადამიანებს ეს სიმძიმე გადასდო. მესამეს მხრივ თვითონ გარემოცვას არ აქვს უნარი ამის დაჭერის. აი ამას მე თულად ბევრჯერ ვახსენე ეს სიტყვა. ეს არის გარკვეულწილად სივრცე, რომელიც იჭერს, იტევს და უძლებს. ეს კედლები მაგალითად ჯგუფური თერაპიის დროს იტევს შეიძლება გამარჯვებასაც კიბოზე და ჩვენ ბოლო ზარს ვეძახით ხოლმე ქიმიებს, რომ მოურჩებით, ხო? ასევე რეციდივების სიმძიმესაც. ეს კედლები იტევს იმას, რომ შეიძლება გამოჯამრთელებული იყო და წლები იყოს უკვე გასული შენი გამოჯამრთელებიდან, მაგრამ რეციდივის შიში არსებობდეს ისეთი, რომელიც შენს ფსიქიკას უსიფხიზლის მდგომარეობაში აგდებდეს, აყენებდეს და ეს ემოციურად გფიტავდეს და შენ შეიძლება პრაქტიკულად ჯამრთელი ხარ, არაფერი აღარ აგჭირს და ამ დროს საშინელი დაღლილობის გრძნობას ატარებ. ხათუნა, მე მინდა კითხოთ, რომ აი რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც გრძნობს თავს მარტო, ჩაკეტილად, ვერ უზიარებს საკუთარ დიაგნოზს, საკუთარ ემოციებს და გრძნობებს სხვებს. ნუ დარჩებით მარტო. როგორც მაგალითად კიბოს დიაგნოზს წახვედით ექიმთან, ასევე არსებობენ ადამიანები, ვინც უბრალოდ თქვენს გვერდით იქნებიან და უამრავ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ. ჩვენ არ ვუკარგავთ მნიშვნელობას და სირთულეს კიბოს, ოღონდ ამასთან ერთად ვაჩენთ ძალიან ბევრ რესურსებს, რომელიც დაგვეხმარება მასთან გამკლავებაში და ამას გთავაზობთ მთელი გულით. ნინო, მე ვიცი და მაქვს პატივი ვიცოდე თქვენი ისტორია, ზოგადად თქვენი ცხოვრების შესახებ. და მე ვიცი ესეთი ფაქტი, რომ თავიდან იყო გარკვეული შებოჭილობა თქვენი, ესე ვთქვათ, ისტორიის გაცხადების შესახებ. ძალიან დიდი ძალა სჭირდება, რომ ადამიანმა გარეთ გამოიტანო ეს შენი პირადი ისტორია და ემოციები. მე ვიცი, რომ ეს თქვენი გზის დასაწყისშიც იყო. მე არ მინდოდა ვიღაცას შემოეხადა და ეთქვა და ან თვალებში დამენახა, რომ მე ვიყავი ცოდო და მოგეხსენებათ საზოგადოებას ესეთი დამოკიდებულება დღემდე აქვს. დღემდე არის სტერეოტიპი, რომ კიბო რო გაქვს, ესე იგი დასრულდა აქ შენი ცხოვრება და რეალურად ასე არ ხდება და მე ჩემმა შვილმა მითხრა სხვათა შორის და მადლობა მინდა ამისთვის გადაუხადო, რომ იცი რა, შენ ეხა რომ ისაუბრებ ამ თემაზეო, შენ იქნები ძალიან ბევრი ადამიანის მაგალითი და მათთვის იქნები იმედის სხივიო და
ამან გადამაწყვეტინა ავიღე მაშინვე ტელეფონი დაურეკე ანას და უთხარი რომ ანა თანახმავარ მე რომ ამ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა თუმცა მაინც გამიჭირდა ამ გზის განმავლობაში რომელიც მოგვიყევით იმდენად გაძლიერდით რომ ეხლა ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით ხართ ევროპა დონას საყრდენი ესე ვთქვათ ჩვენ ახლა გვაქვს წარდგენილი პეტიცია, რომლის მთავარი მიზანიც არის ის, რომ ის კვლევები, რომელიც ფაქტობრივად გამოჯამრთელებულ პაციენტს ჭირდება, მაგალითად, როცა დაამთავრებს სხიურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას, სხიურ თერაპიას და აი შემდგომ პროფილაქტიკური კვლევების ნაწილს, რაც განეკუთვნება, ჩვენ გვიწევს 3 თვეში და 6 თვეში ერთხელ გარკვეული კვლევების ჩატარება და საკმაოდ ზვირად ღირებული ახლა კატე კვლევა იქნება თუ MRT კვლევა იქნება, რასაც ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ამის გადახდა ჩვენ თვითონ გვიწევს. Ქონია შემთხვევები, როდესაც ჩვენ თვითონ ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებული გოგოები ერთმანეთს ვეხმარებით, ჩვენს მეგობრებს ვთხოვთ დახმარებას, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და ის ძირითადი კვლევა, რაც მნიშვნელოვანი არის, არ ჩაუვარდეს ჩვენს ერთს. რაც ისი გადახდაც ჩვენ გვიწევს და ის სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი ეს პეტიცია, რომ ყველა ადამიანს ონკოპაციენტი არ არის ისეთი პაციენტი, რომ მაგალითად ადამიანს ქონდა გარკვეული დაავადება, გრიპი, იმკურნალა და დასრულდა. ეს ამასთან ერთად ცხოვრობთ ჩვენ და ჩვენ გვჭირდება იმაზე მეტი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე დღესდღეობით არსებობს. ჩვენ ვართ ონკოპაციენტები და ჩვენც ისე როგორც საზოგადოების სხვა წევრებს სიცოცხლის უფლება ნამდვილად გაგვაჩნია. ნინო, მე როგორც ექიმი ერთ საჭიროებას გავუსვამ ხაზს, ვიცი რომ ამ მიმართულებითაც გაკეთებ ელოდებით პასუხს, უბრალოდ აი ბოლო ეტაპი გაქვთ და აქვე ვიტყვი ამ საჭიროების შესახებ და შემდეგ უკვე თქვენ გააგრძელებთ ამბულატორიული დიაგნოსტიკა, გულისხმობ დიაგნოზამდე გამოკვლევები, როგორც არის ბიოფსია, იმუნოჰისტოქიმია და ასე შემდეგ გამოკვლევები, რომლებიც არ ფინანსდება და რომლის დაფინანსების საჭიროება საცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი ეტაპის კვლევები, რომლის დაფინანსებასაც ელოდებით, როგორც ვიცი, ამ მიმართულებითაც გვექნება ხო მხარდაჭერა. თავისთავად ცხადია ეს პეტიცია ამასაც მოიცავს, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა ისეთი, რომ ყველა 40 წლის ასაკს მიღწეულ ადამიანს შეუძლია ქალბატონს მივიდეს და ჩაიტაროს უფასო სკრინინგი, მაგრამ სკრინინგის იქით, როდესაც საეჭვო წარმონაქმნები ფიქსირდება, შემდგომ ეს საჭიროებს კვლევას და სწორედ ეს კვლევები არის ძალიან ძვირად ღირებული და ბევრი ანებებს თავს ამას, იმიტომ რომ ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც მე ვფიქრობ ონკოპაციენტების რაოდენობასაც საკმაოდ შეამცირებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი და დასმული დიაგნოზი საფუძველია იმისა, რომ პაციენტი სრულად გამოჯამრთელდეს. ცხადაშერის ნინასთან საუბრის დროს ვამბობდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტირებამდე გამოკვლევებს და მე ვიცი, რომ ჯგუფში იკითხე, რომ აი სტადია რამდენ ხანში იცვლება, ანუ თავს იკავებდი გარკვეული პრობლემების გამო. მე ვიყავი იმ მომენტში უმუშევარი, ჩემთვის ძალიან რთული იყო მთელი რიგი ეს კვლევები, რომლებიც აუცილებელია და საჭიროა და გულისხმობ სკრინინგის შემდგომ გამოკვლევებს. სკრინინგის შემდგომი კი სამწუხაროდ ძალიან იწელებოდა ჩემთვის დროში ამ ყველაფრის ოპერატიულად გაკეთება. რთული გზა უნდა გამევლო, რომელიც არ ვიცოდი სად იწყებოდა, რას გავივლიდი და რითი დამთავრდებოდა. მე ალბათ მენტალურად ამას ვერ გავუძლებდი მენტალურად იმ დაავადების ტარებას, ნახეთ, რომელიც მიცვლიდა ცხოვრებას, მიცვლიდა გარეგნობას, მიცვლიდა ურთიერთობებს, მიცვლიდა აბსოლუტურად ყველაფერს, ხომ ცხოვრების ხარისხს. და ორგანიზაციის გოგოებმა განაპირობეს ის, რომ შემოვედი და მანახეს, რომ რა გეშინია, აბა შემოგხედე, ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ გვიხარია, ჩვენ ლამაზები ვართ, ჩვენ ერთად ვართ, მარტო არ ხარ და წამოვიდა ისეთი мотиваცია, ისეთი გულწრფელი, ინტიმური, პირადი გამოცდილებები წამოვიდა, რომ აი ამ ყველაფრით შეიარაღებამ რა მიქნა, იცით, რომ მივხვდი, რომ აი
კიბოს მატარებელი კი არ ვიყავი და კიბო კი არ დამემართა. მივხვდი რომ რაღაცას შეეშალა მისამართი და სრული მზაობა გამოვთქვი რომ მეთქი ეხა მე შენ ჭკუა უნდა გასწავლო. აი მართლა ყველანაირი უზრუნველყოფა მქონდა იმისთვის, როგორც პაციენტს, რომ ცხოვრების ხარისხი დაცემულიყო კი არა. აბსოლუტურად ჩართული ვიყავი ისეთ საერთაშორისო პროექტებში. მივხვდი რომ ჩემი ხმა იყო მნიშვნელოვანი როგორც პაციენტის, იმიტომ რომ შემეძლო ეს ხმა მიმეწვდინა სხვა პაციენტებისთვის. რა დროს კიბოზე გაბრაზება, ჩვენ ზუსტად მაგას ვაკეთებთ, რომ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ცხოვრება ამ დიაგნოზის მერე. იმიტომ რომ დიაგნოზი არ ნიშნავს დასასრულს. პირიქით, დიაგნოზი შეიძლება გამოძახილიც კი იყოს იმის, რომ აბა მზად ხარ ახალი დასაწყისისთვის. მეგი უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებია. რასაც აკეთებ და რასაც ამომავლად ვიცი რომ არ დაიღლები და გააგრძელებ.